რუსთავში ქორეოგრაფიული კონკურს ფესტივალის ქართული დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ფესტივალი 26 მაისს კახაბერმა და ხანუმებმა გახსნეს, ხოლო დასკვნით კონცერტზე მსმენელი წინაშე ზვიად ბოლქვაძე და რანინელები წარდგნენ. საფესტივალო სივრცე ქართული ფოლკლორის მოყვარულებს 10 დღის განმავლობაში მასპინძლობდა. კონკურსში წელს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა 26 ანსამბლმა და 3000-მდე მოცეკვავე მიიღო მონაწილეობა. გამარჯვებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ჯავარი გახდა პირველი და მეორე ადგილი კი ანსამბლებმა იბერი და კეღოშვილებმა დაიკავეს. რუსთავის მერის ფულადი ჯილდო 10 სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ ანსამბლებს გადაეცათ. წელს უკვე 60,000 ვიზიტორი გვყავდა, 3000 მონაწილე. ჩვენი მთავარი მიზანი მიღწეულია ის, რომ ახალგაზრდებისთვის იყო ძალიან ქართული სივრცეები და კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ქართული ტრადიციები, ქართული ქორეოგრაფია ეს არის, რაც თითოეულ ადამიანს ძალიან გვიყვარს. მე მინდა რუსთაველებს მიულოცა ეს ფესტივალი და მინდა ასევე მიულოცო იმ გამარჯვებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლებს, რომელსაც დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო მეტი мотиваცია ექნებათ მომავალ წელს, რომ ისე მიიღონ მონაწილეობა. გაუცეული ვარ რუსთაველი ხალხით, იმიტომ რომ ისეთი ენერგიას გაწვდიან სიმღერისთვის, რომ რასაც უხასია ის იყო, მაინც კარგად იმღერებს და უღმესი მადლობა ყველას რუსთაველებს და განსაკუთრებით ხალხურ ნინოს მეს, რათა მოგცა საშუალება, რომ ეს ჩვენი ემოციები გადმოგვეცა ხალხისთვის. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა რუსთავს ესეთი კარგი დახვედრისთვის და ძალიან კარგად ჩაიარა ამ ფესტივალმა. ფიქრობ რუსთაველებს ძალიან მოეწონა ჩვენი გამოსვლა. მადლობა. ძალიან ვერთობით ამ კონცერტით. მოხარული ვართ, რომ ესეთი ღონისძიებები ჩატარდა რუსთავში და უფრო მეტ სიახლეს ვართ. მადლობა მინდა გადაუხადო რუსთავის მერიას ესეთი კარგი კონცერტისთვის.